ის დროა ადვოკატის კონსულტაციას რომ მოусმინოთ და დღევანდელი თემა არის შემდეგი თუ ნითი დავკარგეთ ან გავგურდეს ან რაღაცა მოგვყარეს რა პრინციპით და როგორ სამართლებრივი გზით შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული. მოგესალმებით, მე გახლავართ ადვოკატი თათია მაისურაძე და დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება დაიბრუნოთ დანაკარგი, რომელიც ქურდობის ფაქტის შედეგად მოგადგათ. თუ კი სამოქალაქო საზოგადოების წევრი დგება იმ რეალობის წინაშე, რომ მისი კუთვნილი ნივთი ქურდობის შედეგად ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, ასეთ შემთხვევაში ფაქტზე იწყება გამოძიება. გამოძიების შედეგად უნდა მოხდეს ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე პერიმეტრზე არსებული ვიდეო ჩანაწერების კანონით დადგენილი წესით მოპოვება და სხვა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უმნიშვნელოვანესი მესაკუთრის დაზარალებულად ცნობა, რაც ანიჭებს მას მთელ რიგ შესაძლებლობებს. მათ შორის სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის, საქმის მიმდინარეობის და შედეგის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას. მხოლოდ დროული, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიების შედეგად არის შესაძლებელი დადგინდეს და გამოიკვეთოს იმ პირის ვინაობა, რომელმაც რეალურად განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება ქურდობის სახით. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ნივთების ან ფულადი თანხის დაბრუნება მესაკუთრისათვის, რომელიც ქურდობის ფაქტის შედეგად უკვე მასთან აღარ არის, ამ შემთხვევაში არის რამდენიმე განსხვავებული შესაძლებლობა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც დამნაშავე ცნობილი პირი თავად უზრუნველყოფს მის მიერ მოპარული ნივთების დაბრუნებას დაზარალებულისათვის, ასევე ცალკეულ შემთხვევებში უშუალოდ გამოძიების პროცესში ხდება დანაშაულის საგნის, ცალკეული ნივთების ან ფულადი თანხის ამოღება, რომელიც თავისთავად შემდგომში დაზარალებულს უბრუნდება. თუმცა, თუ კი ვერც ერთი შემთხვევა ვერ ხორციელდება კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთ დროს მესაკუთრეს აქვს შესაძლებლობა სამოქალაქო წესით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. რა დროსაც იგი სრულად თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ კი თქვენ მიმართავთ სამოქალაქო წარმოების წესით სასამართლოს და მოითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დანაშაულის შედეგად მოგადგათ, მნიშვნელოვანია საქმეს დაურთოთ სისხლის სამართლის საქმის განაჩენი, რომელიც უკვე კანონიერ ძალაშია შესული და ამ შემთხვევაში მოქმედებს განხილვის სპეციალური წესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში აღწერილი ფაქტები უკვე პრეიუდიციული რანგით არის წარმოდგენილი და სასამართლო უკვე დროს აღარ ხარჯავს იმისათვის, რომ დამატებით გამოიგვლიოს ან დაადგინოს ფაქტები. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მესაკუთრისათვის, მოსარჩელისათვის, რომელსაც უკვე ბევრი რესურსი აქვს გახარჯული იმისათვის, რათა დადგენილი იყოს საქმეზე ჭეშმარიტება და შესაბამისად ეს წესი უზრუნველყოფს იმას, რომ დრო და რესურსი დაიზოგოს ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, მოკლედ გაგვარკვია ადვოკატმა საქმის კურსში ჩაგვაყენა, რომ თუ ნივთს დავკარგავთ და ძალიან ხშირად არის სოციალურ ქსელში დაიჭირეს და აწი თანხას ვერ დაგიბრუნებს, ეს ასე არ არის და შეგვიძლია სამართლებრივად ვიბრძოლოთ და ჩვენი კუთვნილი მოპარული ნივთი დავიბრუნოთ თავისუფლად. აუცილებლად ასე უნდა მოვიქცეთ.